აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში, რომელიც სენაკში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. გასულ კვირას ამ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ. სასწავლო პროცესში გამოიყენება აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამა. აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისთვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელო, ლექსიკონი და სხვადასხვა თვალსაჩინოება, ფერადი ილუსტრაციები, ფოტოები და ვიდეო მასალა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წარმოადგინეს მინიატურები. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებს შორის მეგობრობას, აფხაზ და ქართულ მოსწავლეებს შორის მეგობრობას. ეხლახან დავიწყეთ და ამიტომ ვახერხებს და გვიხარია, რომ ამ საგანს სწავლობ და პირველ რიგში გვაქვს იმის სტიმული, რომ ჩვენ დავებრუნებთ აფხაზეთს. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება. შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლების სამინისტრო უკვე ამზადებს. ქალაქ ჯვარში კი ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეიქმნა. პროექტის მიზანია ქალაქ ჯვარის დასახლების მიმდებარე სოფლების დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. გაიხსნა სამკითხველო ჯგუფი, ჩვენ დღეს გავცვალეთ ინფორმაცია, ძალიან ვისაუბრეთ ახალგაზრდების საჭიროებებზე და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. იმეც ვიტყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში. ადგილობრივ სათემო ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 300-მდე, ხოლო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 100-მდე წიგნი გადასცა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გააჩნია მემორანდუმი აფხაზეთის მთავრობასთან, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, სადაც დევნილთა ჩასახლებები არის და ასეთი ცენტრებია გახსნილი, სადაც დღეს ვიმყოფებით, მოვამარაგოთ წიგნები, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სწორედ დღეს არის ამის ერთ-ერთი ცხადი მაგალითი, რომ ჩვენ ჩამოვედით და ჯვარის სათემო განათლების ცენტრში ჩამოვიტანეთ წიგნები.